ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. ახლა სტუდიაში დისკუსია გველოდება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა საკუთარ დასკვნასთან ერთად პრეზიდენტს გაუგზავნა. საქმე ეხება ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას, რომლის მიხედვით რეფერენდუმის შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს. თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის. კანონმდებლობის გათვალისწინებით საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო 224,000 ხელმოწერა, აქედან გაბათილდა 23,652 და დარჩა 200,000-ზე მეტი ხელმოწერა. ამის შემდგომ ცესკომ მიიღო დასკვნა, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს. კანონმდებლობის მიხედვით პრეზიდენტს 30 დღიანი ვადა აქვს. 70 დღის განმავლობაში მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის ან რეფერენდუმზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ. წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმრებს: ზვიად ტომარაძე, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის დირექტორი, ბექა გაბადაძე, სოციალური მუშაკი და კობა ბიწაძე, ასოციაცია თემიდის აღმასრულებელი დირექტორი. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ბატონ ზვიად, თქვენ მინდა დაგისვათ პირველი შეკითხვა, აპირებთ თუ არა აქტიურობას კიდევ მომავალში, ვიდრე პრეზიდენტი მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, თუ უბრალოდ შვიდად დაელოდებით საქართველოს პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს? მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ასევე ჩვენს სტუმრებს. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს მოსახლეობას, იმ პიროვნებებს, ვინც ხელი მოაწერა აი ამ საკითხს და იმ პიროვნებებსაც, ვინც იდეურად უჭერს აი ამ საკითხს მხარს და რაც შეეხება პრეზიდენტის საკითხს, რაც თქვენ დამისვით კითხვას, მინდა აღვნიშნო, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც მინდა მადლობა გადაუხადო, რადგან მათ ჰქონდათ ერთვიანი ვადა და მათ უმოკლეს ვადაში 4 დღეში გადაუგზავნეს პრეზიდენტს, ანუ ისინი გამოვიდნენ სახელმწიფოებრივი აზროვნებით, რადგან როგორც მოგეხსენებათ, რეფერენდუმის ჩატარება სჭირდება სახსრები და აი ეს სახსრები რომ დაიზოგოს, უპრიანი იქნება ეს რეფერენდუმი ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად 8 ოქტომბერს. რაც შეეხება ჩვენს აქტივობებს, ჩვენ დაველოდებით საქართველოს პრეზიდენტს და არ ამგონია საქართველოს პრეზიდენტმა ამომრჩეველს, თავის ამომრჩეველს, ასე ვთქვათ, 200,000-ზე მეტს და ეს მხოლოდ ხელმომწერები არიან ამ საკითხს გაცილებით თითქმის მთელი საქართველო უჭერს ხარს, უარი უთხრას და გააწმილოს და არ დანიშნოს რეფერენდუმი. რეფერენდუმი ეს არის დემოკრატიის მთავარი პრინციპი, ეს არის საერთო სახალხო გამოკითხვა, განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და ოჯახის დეფინიციასთან დაკავშირებით ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე კიდევ დაგიბრუნდებით, ბექა გაბადაძესთან მინდა გადავიდე შეკითხვით. აი ზვიად ტომარაძეს აქვს განცდა, რომ პრეზიდენტმა უნდა დააკმაყოფილოს მათი ეს მოთხოვნა და დანიშნოს რეფერენდუმი. რჩება თუ არა პრეზიდენტს პოლიტიკური თვალსაზრისით, სამართლებრივი თვალსაზრისით სივრცე, რომ დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თქვათ, უარის შემთხვევაში, თუ კი აპირებს, რომ არ დანიშნოს ასეთი რეფერენდუმი? მოგესალმებით. ცალსახად პრეზიდენტმა უარი უნდა განაცხადოს ცერსკოს წარდგინებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც რამდენიმე პრობლემა არსებობს ამ რეფერენდუმთან დაკავშირებით. დავიწყებ ჩამოთვლას იმითი, რომ თქვათ, რეფერენდუმი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს და ამ წუთას საქართველოს ტერიტორიის 20% სულ მცირე ოკუპირებულია ოკუპანტის მიერ. ეს ერთი, მეორეს მხრივ ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ იმის შესახებ, რომ ეს რეფერენდუმი შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური, იქიდან გამომდინარე, რომ საუბარია იმაზე, რომ არ შეიძლება რეფერენდუმი დაიკრძალოს რაღაცა უფლების შეზღუდვა. ამდენად, თუ კი ადამიანებს ამ შემთხვევაში განვიხილავთ ლესბოსელ, გეი და ბისექსუალ ან ტრანსგენდერ ადამიანებს, თუ ჩვენ დღევანდელი კანონმდებლობით ეს უფლება ისედაც აკრძალული აქვს, მაგრამ ამ რეფერენდუმის შედეგად ეს უფლება აი მეორადად და მეხუთედად იქნება აკრძალული. ნუ ვისჭირდება ეს აკრძალვა, მე მიჭირს ამის გამოცნობა, უფრო სწორად მენიშნა ბატონი ტომარაძის განცხადება მასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ცესკო სახელმწიფოებად მოიქცა მაშინ, როდესაც თანხა დაზოგა და დაამთხვია ეს რეფერენდუმი არჩევნებს. მე ცოტა სხვა დამოკიდებულება მაქვს, მე ვადევნებდი
მედია გაშუქებებს წლების განმავლობაში თვალს წინასაარჩევნო პერიოდში ტრადიციულად ჰომოფობია წარმოადგენდა ელექტორატის მობილიზების ერთ-ერთ საშუალებას და წინასაარჩევნოდ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ეს ჰომოფობიური დისკურსი აწყობთ და იმ ელექტორატის თქვენ ფიქრობთ რომ ბატონმა ზვიადმა პოლიტიკური შეკვეთა შეასრულა? სასახად ვახო ეს პოლიტიკური შეკვეთაა თუ როგორ წარმოიქმნა დღის წესრიგში საერთოდ ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხი ეს არის ტიპიურად პარტიული ნარატივი, არა პოლიტიკური, არამედ პარტიული ნარატივი. იქიდან გამომდინარე რომ წლებია სულ მცირე 3 წელია სოციმუშაკი ვარ, მე ჩემს ბენეფიციარებს პირადად მეგობრებს არასოდეს დღის წესრიგში ქორწინების თანასწორობის საკითხი არ დაგვიყენებია, იმიტომ რომ როდესაც ქვეყანაში საუბარია სიძულვით მოტივირებულ დანაშაულებებზე, აგერ გუშინ წინ მაგალითად ერთ-ერთ ბარის სიახლოვეს უმოწყალოცემეს ახალგაზრდა, სწორედ მისი გენდერული იდენტობის და გამო ამ ფონზე როდესაც თქვა ბევრი უფლებით რეალიზება ვერ ხერხდება, ცხადია ქორწინების უფლებას არავინ ითხოვს და მეორეს მხრივ თუ ჩვენ ნახავთ ამ ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხებს როგორ ხდებოდა სოფლიოში თქვა ამ საკითხების დღის წესრიგში შემოტანა ეს იყო საზოგადოებრივი განწყობის და საზოგადოებრივი ერთობის თემა ეხა მე დაასრულეთ თუ შეიძლება მე კიდევ დაგიბრუნდებით მოკლედ უბრალოდ მე მეეჭვება რომ ჩვენ ეხა ვიპოვოთ მე და თქვენ ვიპოვოთ ისეთი წყვილი რომელიც გეი ან ლესბოსელი წყვილი, რომელიც თქვათ ამ ჰომოფობიურ საზოგადოებაში, სადაც ესეთი ილახება ადამიანის უფლებები, მივა თქვათ პირობითად ამ ქორწინების სახში და დაქორწინდება. ამიტომ ეს არის ხელოვნურად შემოტანილი წინასაარჩევნო თემა და უკვე მერამდენედ ლესბოსელი, გეი და ტრანსგენდერი ადამიანები ეწირებიან ამ გასაგებია თქვენი აზრი. კობა ბიწაძესთან მინდა გადავიდე. კობა, თქვენც ამ ჭრილში განიხილავთ, რომ ეს არის ხელოვნურად შემოტანილი თემა იმისთვის, რომ მოემსახუროს პოლიტიკური ძალების ინტერესებს. მოგესალმებით პირველ რიგში ჩვენ თქვენ სტუმრებს. დიახ, მე ზუსტად ამ ჭრილში განვიხილავ. ჰომოფობია ეს არის ხმებზე ნადირობის ერთ-ერთი კარგი საშუალება, იმიტომ რომ ვიცით ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ჰომოფობიურად არის განწყობილი. შესაბამისად ხდება ხოლმე სპეკულირება ამ საკითხით, LGBT საკითხებით. თუ დაუკვირდებით ამაზე არსებობს კვლევებიც, ჰომოფობიის ტირაჟირება იწყება ხოლმე ყოველი არჩევნების მოახლოებისას. შესაბამისად ამჟამინდელ არჩევნებზე იგივე განმეორდა. თუმცა მე მგონი პოლიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ LGBT ადამიანები ამორჩევლები არიან და ისინი აძლევენ ხმას და ისინი არ მიცემენ ჰომოფობიურად განწყობილ პარტიებს ხმას. ჩვენ დავინახეთ მაგალითად 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება გეი ქორწინების წინააღმდეგ, მაგრამ მათ ვერ მოაგროვეს საკმარისი. მაგრამ აქ ფაქტია, რომ აი ბატონი ზვიადი, რომელიც საინიციატივო ჯგუფსაც განეკუთვნება, მან 200,000-ზე მეტი ხმა მოაგროვა და წარადგინა CSGO-ში. რა მოლოდინი ჩამოგიყალიბდათ პირადად თქვენ? ელოდებით თუ არა, რომ პრეზიდენტი დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას? ამ ხელმოწერების შეგროვებას წინ უძღვოდა მთელი რიგი პროცესები. ეს რეალურად დაიწყო იქიდან, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ გიორგი ჩხარტიშვილმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, რომელიც მე საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ არ დააკმაყოფილეს და ამას უკვე მოყვა მთელი კამპანიის აგორება. თვითონ გიორგი ჩხარტიშვილი საკუთარ ეს თქვა ინტერვიუში აღიარებს კიდეც და ამბობს, რომ ეს იყო რეალურად გარკვეული პოლიტიკური პარტიების მიერ დაკვეთილი ცდელობა, რომ თემა წამოწეული იყო წინასაარჩევნო და ამაზე პოლიტიკურ პარტიებს აეგოთ საკუთარი გასაგებია, ბექ აი რაც შეეხება თქვენს განწყობას, წინასწარ გაქვთ თუ არა რაიმე მოლოდინი ან ჩამოგიყალიბდა თუ არა რაიმე განწყობა, რეალობა იქნება თუ არა ერთ დღეს ასეთი რეფერენდუმი უახლოეს მომავალში. ვახო უბრალოდ რის თქმა მინდა ის რომ თქვათ ადამიანებმა იპოვეს 200,000 მოქალაქე რომელიც ჰომოფობიურად არის განწყობილი აი თუ შეკითხვის ამ არსიდან წამოვალთ მე არ მიგვიყვარს ანუ თქვენთვის ყველა ხელმომწერი მიიჩნევა რომ ჰომოფობიურად არის განწყობილი ვინც ამას ხელი მოაწერა რა თქმა უნდა არა მხოლოდ ანუ ჩვენ ეხა ანუ CRRC-ის კვლევები შეგვიძლია ვნახოთ სულ ახლახანს ბიოლის ფონდმა გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო კვლევა ასე სადაც
ამ მოქალაქეების საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულებია LGBT ადამიანების მიმართ ნაკვლევი და იქაც ჰომოფობიური განწყობები ღრმად არის შესაბამისად 200,000 ადამიანის პოვნა, რომლებიც ხელს მოაწერდნენ იმაზე, რომ თქვა ქორწინების საკითხის, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ისედაც დარეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობით და ისედაც LGBT ადამიანებს არ აქვთ ქორწინების უფლება, ну ამის საბოლოო თქვა რაღაცა ტიპის აბსურდულ აკრძალვაზე ასევე მონაწილეობას მიიღებდნენ. ჰომოფობია იცით რომ ეს არის შიში და გაუცნობიერებელი შიში, დამოკიდებულებები და სიძულვილი LGBT ადამიანების მიმართ და როდესაც საზოგადოებაში თქვა განშესაბამისი განათლება არ არსებობს და შესაბამისი განწყობები თქვა ამ ტიპის პოლიტიკოსების მიერ ფორმირდება, აქედან გამომდინარე თქვა ეს შეიძლება პრობლემური იყოს. გასაგებია ბექა მოდით ნაწილი მინდა რომ თქვა ასევე რომ რის ნაწილი უკაცრავად პრეზიდენტის მიიღებს არა შეიძლება მე კიდევ მოგცემთ შემდეგ თქვენ სიტყვას მოკლედ დაასრულეთ რომ შემდეგ ბატონ ზვიათსაც გამოხმაურების საშუალება ჰქონდეს. კეთილი პრეზიდენტზე ვსაუბრობდით და პრეზიდენტმა მე მგონია რომ ამ ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს იქიდან გამომდინარე რომ ერთის მხრივ ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა, მეორეს მხრივ პრეზიდენტს შეიძლება 10 წელიწადში შეიძლება 20 წელიწადში ამ პრეზიდენტს ასევე მოუწევს იმ მოქალაქეების წინაშე დადგომა, რომლებსაც ის ამ გადაწყვეტილებით შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში ჩამოართვას ბედნიერების უფლება. იმიტომ რომ ოჯახის უფლება ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ეს არის ბედნიერებისაკენ სწრაფვის და პიროვნების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, აქედან გამომდინარე, თუ კი თქვათ ქართული საზოგადოება არ ვიცი 20, 30, 40, 50 წელიწადში გადაწყვეტს, რომ ეს უფლება უნდა იყოს საყოველთაო, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება გასაგებია ბატონ ზვია, თქვენ პრაქტიკულად ბრალი დაგდეს ამ ეთერშიც, მათ შორის პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში, რომ თქვენ მოქმედებთ პოლიტიკური დღის წესრიგით, აი ახსენეთ კიდევაც, რომ იქნებ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართოს ეს რეფერენდუმი. თქვენ შეგიძლიათ გასცეთ პასუხი ამ ყველაფერს. კეთილი. თქვენს ეთერშიც არაერთხელ განმიცხადებია და ამ ისტორიას ახლა მაყურებელი უკვე დაიღლება ამ ისტორიის მოყოლით თუ როგორ წავიდა ეს პროცესები და სადამდე მივედით ჩვენ. მე არაერთხელ აღნიშნავს რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ კანონპროექტის სახით მე დავწერე და ქართულ ოცნებას ოქტომბრიდან მოყოლებული პარლამენტში ჰქონდა და შემდეგ იძულებული გახდა როდესაც ბატონი სანდრო ბრეგაძე დამიკავშირდა და ეროვნულების მისი ორგანიზაციის ეროვნულების ორგანიზებით ეს დაიწყო ხელმოწერების შეგროვება და 7 დეპუტატმა მოასწრო კიდევაც ამაზე ხელის მოწერა და უკვე მე შემდეგ ქართული ოცნებაც ასე ვთქვათ დაფაცულდა. კი ბატონო, ეს მართლაც არაერთხელ მოგვისმენია, მაგრამ გამორიცხავთ თუ არა იმას, რომ პრეზიდენტმა უარი მაყურებელს ერთხელაც ამუნდამოდ უთხრათ, რომ ყველანაირი პოლიტიკური სპეკულაციები აი ამ ზუსტად აი ამ ჩემი არგუმენტით ბათილდება. ეს ერთი. მეორეც, აქ მე ნება მომეცით პასუხი გავცე ძალიან მოკლედ რამოდენიმე გზავნილს ჩემს მისამართით. მეორე, ეს იყო კიდევ არანაირ პოლიტიკურ ორგანიზაციას არც მე და არც ამ საინიციატივო ჯგუფის წევრები, მართალია საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან ბატონი სანდრო ბრეგაძე, ბატონი სოსო მანჯავიძე და მე, მაგრამ კიდევ დაგვემატა ორი წევრი, ეს არის ბატონი გიორგი გიგაური და მერაბ შათირიშვილი. ამ წევრიდან 5 წევრიდან 4 არანაირი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი არ გახლავთ. ეს მეორე საკითხი. მესამე, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ბატონო, მე გთხოვთ მე თქვენ არ გაწყვეტილებდით, შეთვის ბევრი მიუღებელი რამე თქვით, მაგრამ კითხვა დავისაც სამყაროა. თქვენი ისაუბრეთ, მე ჩემს ასულს. ბატონებო, ჩვენ ბატონზვიათ თქვენც მინდა გითხრათ და სტუმრებსაც აბსოლუტურად თავისუფალი დისკუსიის რეჟიმი. გასაგებია, მაგრამ მე არ მინდა შოუ დავდგა ვიღაცას ჩავეჭრა, მე კიდევ ვინმე ჩამეჭრა, კიდევ ერთმანეთს ვაწყვეტინო. ჯობია ყველა მისაუბროთ, ჩვენი დრო გქონდეს. გასაგებია, აბსოლუტურად მე გაძლევ შესაძლებლობას როგორც დისკუსიის, ასევე ცალკე საუბრის. დიახ, მაგრამ მე ჩემი საუბრის ჩემი სტილი მაქვს და ძალიან კარგი იქნება თუ ეს დამკვიდრდება გაცილებით უფრო აღქმადია ესეთი საუბარი ჩვენი მაყურებელს. მოდი თქვენ თქვით ფორმატს რაც შეეხება. კი ბატონო, არა, მე არ დავიმთავრებია, გთხოვთ ორი სიტყვით დავამთავრებ. გაძლევთ ამის სიტყვით. ესე იგი, კიდევ ასევე ითქვა, რომ რეფერენდუმი უნდა ჩაიტარდეს საქართველოს სრულ ტერიტორიაზე. კი ბატონო, ასეთი ჩანაწერი არსებობს, მაგრამ არჩევნები, ასევე რეფერენდუმი მსგავსად არჩევნებიც უნდა ჩატარდეს სრულ საქართველოს ტერიტორიაზე. ასე რა ვქნათ, არჩევნებიც აღარ ჩავატაროთ, კანონებიც არ მივიღოთ. ანუ ეს არ არის არგუმენტი. კიდევ აქ ითქვა, რომ დავუშვათ ეს საკითხი დარეგულირებულია და მე ძალიან მოკლედ წაგიკითხავთ თუ რა განაცხადა ქალბატონმა მანანა კობახიძემ დღეს, ციტირებ.
ეს არის საზოგადოების ლეგიტიმური მოთხოვნა და რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. ამის საჭიროებამ კიდევ უფრო დამარწმუნა იმ ათეულობით მომართვამ წერილმა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მივიღე როგორც ვიცე-სპიკერმა. იმ მოთხოვნით, რომ უკან გავითხოვოთ კონსტიტუციური კანონპროექტი და არ დაუშვათ სექსუალური უმცირესობა და ქორწინების უფლებების შეზღუდვა. და ამ ცვლილებით, როგორც ჩანს საქართველოს კონსტიტუცია, უდავოდ საჭიროებს ქორწინების დეფინიციის უფრო დაკონკრეტებას და სიტყვასიტყვით მითითებას ქალისა და მამაკაცის კავშირზე. როგორც ხედავთ, აქ ქალბატონი ვიცე-სპიკერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი საუბრობს საზღვარგარეთიდან წამოსულ ზეწოლაზე. და კიდევ უფრო ნათელი ხდება ასეთი მაღალი რანგის ტრიბუნიდან ასეთი პერსონის ნათქვამი ეს სიტყვები, თუ როგორ დგას ეს საკითხი, დგას დღის წესრიგში თუ არ დგას. გასაგებია და ჩვენ დრო ბევრი არ დაგვშა და თანმიმდევრობით ბექას და კობას ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი აზრი გამოთქვან. ჩვენ შემაჯამებელი სიტყვები გვაქვს პრაქტიკულად. ბექა გისმენთ თქვენგან დავიწყოთ. ნუ ახლა შეთქმულების თეორიები არ ახალია ქართული პოლიტიკური სივრცისთვის და ის რომ თქვა ვიღაცა რაღაციდან ვიღაცებს ეუბნება რომ თქვენ ესეთ კანონმდებლობას მიიღებთ, ეს არასერიოზული დებატია. მე უბრალოდ ურჩევდი ამ ადამიანებს რომ იმ უფრო მეტად კონცენტრირებოდნენ იმ მოქალაქეების საჭიროებებზე, რომლებიც დღეს საქართველოში ცხოვრობენ, რეალური პრობლემები აქვთ. ეს არ არის შეთქმულების თეორიები, რომ ჰომოფობიური დამოკიდებულება ამ ქვეყანაში პრობლემაა, ამას არ ჭირდება უცხოეთიდან რაღაც უცხოურ თეორიებზე საუბარი. აქ არის ერთი საინტერესო დეტალი, რომ ესე იგი ლგბტ ადამიანების ზოგადად ლგბტ ადამიანების საჭიროებები ამ პერიოდში არ არის ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხი. ამიტომ ჩემი მიმართვა იქნება იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც სავარაუდოდ თუ კი თქვა ესეთი არასასურველი სცენარით წავა სიტუაცია და პრეზიდენტი თქვა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, როგორც წესი ეს იქნება მიბმული საარჩევნო ციკლთან, ესე იგი არჩევნებთან და ამავდროულად ამ არჩევნებზე თქვა მოხდება ამ საკითხის გამოყენება. ანუ პირობითად იქნება პარტიები, რომლებიც საარჩევნო იმაში რა ქვია, ტექსტებში იქნება გასაგებია, რაც იგულისხმეთ აბსოლუტურად. ანუ თქვენ ეწინააღმდეგებით ამას, მაგრამ ბერკეტი რეალურად რა გრჩებათ ხელში? აქ გადაწყვეტილება უკვე პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. სასახად ბერკეტის სხვა ლგბტ ადამიანებს, რომლებსაც ისედაც არ აქვთ ამ ქვეყანაში ბევრი უფლებით სარგებლობის უფლება, სხვა ამ სიტუაციაში რა ქვია, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ველოდებით პრეზიდენტთან კომუნიკაციასაც, თქვა ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ რაღაც ტიპის კომუნიკაცია ალბათ იქნება და ალბათ პრეზიდენტი არის იმ უმცირესობის პრეზიდენტის, რომელსაც შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემები აქვს საქართველოში, ამიტომ ჩვენ მოველით, რომ ის უფრო მეტი ემპათიით იქნება გამშვალული და რაღაცნაირად რეალურად ჩაწვდება პროცესებში და არ მიიღებს ამ პოლიტიკურ ბლეფში მონაწილეობას. თუ კი სურს, ჩვენ ცოტა დრო დაგვრჩა, თუ კი სურს რაიმე დაამატოს, მივცემ ამის შესაძლებლობას და დროს. კი, უბრალოდ კიდევ ერთხელ შევახსენებ პოლიტიკურ, ესე ვთქვათ, პარტიებს და იმ ადამიანებს, ვინც რეალურად ამ ასე ვთქვათ, თამაშია გახვეული, ვინც დგას პოლიტიკური პარტიების უკან და ამბობს და იძახის, რომ იცი რა, მე პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენ და მე ვარ უბრალოდ ჩვეულებრივი მოქალაქე, რეალურად ესე არ არის. ადამიანები კარგად აანალიზებენ ინფორმაციას და ადამიანები კარგად ხვდებიან ის უკან რა იმალება. მე მოუწოდებდი ამ ბინძურ თამაში ჩართულ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ პარტიებს, რომ შეწყვიტონ მსგავსი ტიპის კამპანიების აგორება, იმიტომ რომ ეს უარყოფითად აისახება ლგბტ ადამიანთა მდგომარეობაზე და კიდევ უფრო მარგინალიზებულ ჯგუფში გადაჰყავს. შესაბამისად, ჩვენ პირიქით უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ლგბტ ადამიანების პრობლემები როგორ მოვაგვაროთ და არ უნდა წავიდეთ უკან. თუ ამ კანონს მივიღებთ, ჩვენ ლგბტ ორგანიზაციები, მე პირადად და არა მარტო მე, პრინციპში ჩემი ორგანიზაცია, ყველა შევაფასებთ ამას, როგორც ლგბტ ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით უკან გადადგმულ ნაბიჯად. შესაბამისად, ჩვენ ყველა ოპონენტს ბატონ ზვიაც ხშირად მოყავს ხოლმე მაგალითი ხორვატიის მაგალითი თუნდაც ეს შედარებას თუ მოვახდენთ ეს რამეს გეუბნებათ თქვენ ხორვატიის მაგალითი კიდე საინტერესოა იმით რომ საქართველოს როგორ დაიწყო ჯერ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე აკეთებდნენ აქცენტს და რეალურად ეს ადამიანები ვერ მეტყვიან ხორვატიაში თუ კონსტიტუციაში ჩაიწერა ის რომ თქვათ კონსტიტუცია შეიცვალა ამით დემოგრაფიული მდგომარეობა მოგვარდა დემოგრაფიული მდგომარეობა რეალურად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან არის
დაკავშირებული და ესეც კიდევ ერთი არგუმენტი იმისთვის, რომ ეს აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, საერთოდ მე მიზანს ვერ ხვდები ამ ასე ვთქვათ კამპანიის წამოწყებისა ამ კონკრეტული ადამიანის მხრიდან, სახელს უბრალოდ ამახსენდება ზვიადი კი ბატონო, ბატონ ზვიადის мотивация რა არის, უბრალოდ ამას ვერ ხვდები საერთოდ. გასაგებია, გმადლობთ ბატონ ზვიად, რეპლიკის სახით მხოლოდ ბევრი რეპლიკის სახით ხო, ისედაც დარღვეული იყო აქ ბალანსი. ზოგადად. თქვენ კონდათ შესაძლებლობა თქვენი აზრი გამოგეხადათ, არავინ ამაში არ მსხვერპლია. ძალიან რთულია, როდესაც საქართველოში სხვანაირი სტილი მკვიდრდება, ანუ მკვიდრდება სტილი, რომ ჩვენ საზოგადოებას, როდესაც გადაგვიხდიან დაუშვათ გრანტები იქნება თუ ნებისმიერი ანაზღაურება, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა ისეთ მაღალ საზოგადოებრივ საკითხებზე ვიაქტიუროთ. ეს ასე არ არის, ბატონო, კი ბატონო, მე დემოგრაფიული საზოგადოების ხელმძღვანელი ვარ, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სახელმწიფო და სახელმწიფოს მთავარი საყრდენი არის ოჯახი და ყველამ დაიმახსოვროს საქართველოში ერთნაირი სქესიანთა ქორწინება სახელმწიფოს მთავარი საყრდენი არის საქართველოს მე არ გაწყვეტინებთ მე თქვენ არ გაწყვეტინებთ საქართველოს ბატონ ზვიად დაასრულეთ ფრაზა და გადაცემა დავასრულებ ჩვენიერი ფრაზით საქართველოში ერთნაირი სქესიანთა ქორწინება არასდროს არ იქნება ეს მოხდება მხოლოდ ჩვენს გვამებზე ნებისმიერი სახელმწიფო რომელიც ამას მოისურვებს ნებისმიერი სახელმწიფო მას მოუწევს ძალიან დიდი საზღაური გადაიხადოს ამაში და ის ამას ვერ ეღირსება. აპოკალიფსით ნუ გვემუქრებით. მადლობთ ზვიად ტომარაძე, ბექა გაბადაძე და კობა ვიწაძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. დიდი მადლობა მათ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე სულ რამდენიმე წუთით გემშვიდობებით ჩვენ რვიანი გველოდება წინ, სადაც დებატები გვექნება ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის. ასე რომ დაგველოდეთ რამდენიმე წუთში კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ.